რა გითხრათ, ვისაც რა საშუალება აქვს, ისე ყიდულობს პროდუქციას საახალწლოდ. 300-400 ლარი გინდა რომ ნორმალურად შეხვდე ახალ წელს, ტკბილეურიც გქონდეს, ხორცის და ყველაფერიც. ფასები არის ძალიან მაღალი. ამიტომ ხალხი ვერ ყიდულობს. ხელფასი დაბალი, მით უმეტეს პენსიონერები, რაც შეუძლიათ რომ შეიძინონ და დადიან რომ რაღაც მცირედი მაინც შეძლონ და კონდეს სახლში საახალწლოდ. ვისურვებდი რომ ყველას კონდეს საშუალება რომ საახალწლოდ ბედნიერები და გახარებულები შეხვედრილიყვნენ. თუმცა მე მგონი ახლა ამაგის საშუალება არ აქვს. ტრადიციულ სუფრას თუ გააკეთებ ოჯახზე 5 კაცის მე მგონი 300-350 ლარზე ნაკლები ეს ჩვენი ისეთი ფხალეული ხორცი გოჭის გარდა და აი ეს საცივი თუ იქნება სუფრაზე სულ ცოტა 350 ლარი დაგჭირდება წელს საახალწლოდ ფასები გაზრდილია ხორცზე, ყველზე, ხილზე, აბსოლუტურად ყველაფერზე გაიზარდა ფასები. ეს ბაზრის ფასები, მაღაზიის ფასებიც გაიზარდა, რაც დაგჭირდება იმაზე, რომ აი დამხმარე მასალა, კარაქი, სადღაც 40%-ით გაიზარდა. თუფას დაკლებაში არ იყიდი, 200 გრამი 11 ლარი ღირს კარაქი. ძალიან ძვირია ყველაფერი. ძალიან მცირედი გვაქვს პენსიები, ვერავწდებით წამლებში, არ გვყოფნის ფიზიკურად წამლებში და პროდუქტი როგორღა შევიძინოთ. ეგ უკვე ოჯახზეა დამოკიდებული და როგორ კვებაზე კიდე. მეტნაკლებად ზოგი ბევრს მივირთმევთ, ზოგი მცირეც დიკმაყოფილდება. 300-400 ლარი ალბათ. ანუ ერთი თვის პენსია, ან ცოტა მეტი. ჩვენ პენსიონერები ვართ. ფიქრობთ რომ მინიმალური დავხარჯოთ. ძირითადად მაინც შობა არის ჩვენთვის მთავარი და შობას შევხვდებით უფრო გაშლილად, ასე ვთქვათ. ძალიან ცუდა დადის კლიენტები, ძალიან ნაკლებად არის შარშანი. რომ ბევრი დადიოდა ახალი წლის მოახლოებულ პერიოდში. ეხლა ძალიან ცუდი პირობებია ძალიან, რომ ყოველდღე ჩავდიოდი საქონელზე და ეხლა ერთ კვირაზე მეტი არ ჩავსულვარ და არც მომიტანია საქონელი. ლაპარაკობენ ძვირიაო, მაგრამ აბა ეძვირებათ რა ქნან, მაგათაც უჭირთ რომ მეც რო არ მიჭირდეს კი არ დავდგები აქ თელი დღე და არ ვიმუშავებ, მაგრამ რომ მიჭირს იმიტომაა და ახლა მე რო გადასახადები მაქვს ღიური ხარჯი ყველაზე მინიმუმ 45 ლარია დღეში რომ ის 45 ლარი რომ ამოიღო იმის საშუალებაც არ არის ისეთი პირობებია და 45 ლარი ცოტა არ უნდა ახლა და 50 კაბეგზე და იმაზე იმუშავე ვერაფერსაც ვერ გააკეთებ და რასიზა სხვა გამოსავალი არ არის რომ არ დადგე და რომ არ იმუშაო